რა შეგიძლიათ იმ ადამიანებს უთხრათ, რომლებიც რთული მეტეოპირობების მიუხედავად კვლავ არიან ქუჩაში და ითხოვენ ახალ არჩევნებს? მე გულწრფელი ვიქნები ამ შემთხვევაშიც, ჩემს მოსაზრებებში და ვეტყოდი, რომ აი შესაძლებელია რაღაცები 20 დღის უკან, 1 თვის უკან, 3 თვის უკან მით უმეტეს რაღაცები არ ჩანდა. საით მიდიოდა მსოფლიო, რას ეფუძნებოდა ჩვენი მოსაზრებები და ასე შემდეგ. ეხლა მე მგონია, რომ ყველაფერი იმდენად გაცხადდა. თქვენ არ გეჩვენებათ, რომ რასაც ჩვენ ვამბობდით დღეს ამერიკის ადმინისტრაცია ლამის ერთ-ერთზე იმეორებს იმას. მე თუ ამას ვხედავ და რიგითი მოქალაქე ამას ხედავს, მე მგონია, რომ ქუჩაში მდგომმა ხალხმაც უნდა დაინახოს. ანუ უნდა დაინახოს ჭეშმარიტების ის მარცვალი, რაზეც ჩვენ საუბრობდით და ჩვენ ამ ყველაფერმა ეს ყველაფერი უნდა გადავიდეს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში. თუმცა ის აქციაც პოლიტიკური პროცესის ნაწილია, თორსა აქცია მიდის კანონით დადგენილ ფარგლებში, არაფერი საწინააღმდეგო მე ამ აქციის მიმართ ბუნებრივია არ მექნება, თავარია მათი უფლებები იყოს დაცული, ისე როგორც იყოს დაცული საჯარო ასე ვთქვათ სტრუქტურების მუშაობის წესები. აქედან გამომდინარე, რაიმე განსაკუთრებული რომ გითხრათ, რაიმე მესის გავუგზავნი, მეთქი მე ვერ გავუგზავნი სამწუხაროდ, იმიტომ რომ გონია რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიან გარემოში. ის პოლიტიკური ძალები, იმ პოლიტიკურმა ძალებმა, ვისაც ეს ხალხი აკეთებდა აქცენტებს, იმაზე მეტიც მიიღენ იმ მუშაობის მიხედვით, რაც მათ ჩაატარეს. პრაქტიკულად სულხან თქვენ იცით, რომ აშუქებ მიმდინარე პროცესებს ერთი კაცი ამდენს რომ ახერხებ ამ შემთხვევაში ნამდვილად იმსახურებს შექებას, ამ შემთხვევაში ვიტყოდი, ასე ვთქვათ, თქვენ სასარგებლოდ აშუქებ თქვენ მოვლენებს და აი ეს შემახსენეთ აბა სამი ისეთი დიდი შეხვედრა ოფისების გახსნას არ გულისხმობ, რაც ამ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთად გააკეთა წინასაარჩევნო პროცესში. მე გეტყვით, რომ პრაქტიკულად არ უმუშავიათ და ის შედეგი პარტიები ამ შემთხვევაში რა შუაშია? ბატონო და პარტიები ამ შემთხვევაში ხალხთა რა შუაშია? ხალხი გამოსული არის ევროინტეგრაციის პროცესის განახლებას ითხოვს და ახალ არჩევნებს ითხოვენ, იმიტომ რომ მიაჩნიეთ, რომ მათი ნება არასახად CSKOM ამ შემთხვევაში. ის პოლიტიკური ძალები კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სხვანაირად ამბობენ, ყოველი შემთხვევაში ჩვენ წამოწყენები ხშირად ვისაუბრია, ამბობენ ზუსტად იმ ციფრებს, მაგალითად პოლიტიკური პარტია ლელო რომ ავიღოთ, რაც მათ დაუწერა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საბოლოო ჯამში, ზუსტად ციფრები ერთ-ერთზე ჯდება, ასე რომ ესეც არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლიტიკური პროცესი და თუ ამის სურვილი აქვს გააგრძელონ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლება, მოსახლეობამ ჩვენ უკვე მე რამდენად გვანდო მანდატი და შესაბამისად ვალდებული ვართ, რომ ამ მოსახლეობის ინტერესები დავიცვათ. ამ მოსახლეობაში შედის ბუნებრივია, მათ შორის ის ხალხიც, ვინც იმ ქუჩაში დგას, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და არჩევის შემდეგ უმაღლეს საბჭოს წევრები ვართ მთელი რეგიონის წარმომადგენლები და არა კონკრეტული ჩვენი ელექტორატის ან იმ მუნიციპალიტეტის, საიდანაც იყო თქვა დელეგატი წარდგენილი, საქართველოს პარლამენტშიც ასეა, საქართველოს პარლამენტის წევრიც არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და პარლამენტის წევრებიც და ჩვენც ისევე დავიცავთ მათ ინტერესებს, როგორც ვიცავთ ჩვენი მომხრეების ინტერესებს. თქვენ პროგნოზირებდით, რომ 20 იანვრამდე გაგრძელდებოდა ეს პროცესები და ხალხი რეალურად 20 იანვრის შემდგომ უკვე აღარ იქნებოდა ქუჩაში, რა პროგნოზიც არ გამართლდა ქართულ ოცნებას. 20 იანვრის შემდგომ მე ვიტყოდი, რომ მინიმუმ 10 ჯერ მაინც შემცირდა გამოსვლელთა რაოდენობა და უკმაყოფილო მასა ყოველთვის იქნება, განსხვავებული აზრი ყოველთვის იქნება. ეს განსხვავებული აზრი ზოგჯერ შესაძლებელია მართალიც იყოს, არა ამ შემთხვევაში, მაგრამ ზოგჯერ შესაძლებელია, ასე რომ ეს პოლიტიკური პროცესის ნაწილია. ახლა თქვენ მე დამისახელებთ რომელიმე ქვეყანას, სადაც ისე გაივლის რომელიმე წარმომადგენლობითი ორგანოს მოწვევის ვადა, რომ საწინააღმდეგო აზრი არ გაჩნდება, ან ქუჩაში რაღაცა მცირე ან დიდი მიტინგი არ გაიმართება. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესის ნაწილი, გამომდინარე იქიდან, რომ სიტყვის გამოხატვის უფლება, მანიფესტაციების ჩატარების უფლება და ასე შემდეგ პოლიტიკური უფლებების და რეალიზაცია ეს არის კონსტიტუციური, ასე ვთქვათ, სისტემის შემადგენელი ნაწილი და შესაბამისად ეს არა მარტო ჩვენგან, სხვაგანაც ხდება.